პირველების სულ ცოტა ხნის წინ ვესაუბრეთ დაჭრილი თეიმურაზ ანჯაფარიძის ოჯახის წევრებს. დედა პირველებთან საუბრისას ამბობს, რომ მისი შვილი არ ფლობდა არანაირ ბიზნესებს და ის კატეგორიულად გამორიცხავს იმ ვერსიას, რომ თითქოს ეს დაპირისპირება ბიზნეს წილების გამო მოხდა. დედა ამბობს, რომ მის შვილს სულ რამდენიმე წუთის წინ ესაუბრა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა ოჯახისთვის ამ დრომდე ბუნდოვანია, რა გახდა ამ სისხლიანი ანგარიშწორების მოტივი. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ თეიმურაზ ანჯაფარიძე გუშინ მეგობრებთან ერთად გადაადგილდებოდა მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი ვერ ამბობენ დადასტურებით, იცნობდა თუ არა თეიმურაზ ანჯაფარიძე ნუდარ თავდამსხმელს, რომელმაც ცივი იარაღით თეიმურაზ ანჯაფარიძეს მრავლობითი დაზიანებები გულმკერდის არეში რამდენჯერმე მიაყენა და ის სასწრაფო დახმარებამ კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ვიცით, ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. რასთან დაკავშირებით მოხდა ეს დაპირისპირება, ქალბატონო? შვილო ვიღაცა პათოლოგის გულისთვის არანაირი წილები მწერლის და რეჟისორის ოჯახია. რას უკავშირებთ, გითხარით, ქალბატონო? დედიკო სრულიად ნეიტრალური ნაცვამი იყო ის საწოდავი ბიჭიც. არანაირი რაღაც სისულელე რო იწერება მსგავსი არ არის. იცნობდა მანამდე ბატონ ნოდარს? თავდამსხმელ ნოდარ ვაშაკიძეს იცნობდა თეიმურაზე? არ ვიცი შვილიკო, ჩემთვის უცხოა, არ ცხოვრობს აქ თეიმურაზი და დიდი ადამიანია. არ ამგონია. აი ორგანიკის ბიზნეს მეწილია, ხო? აი მე რა დებილობა. ამბობენ რომ კილაძეს გაეცემა პასუხი. აუცილებლად გაეცემა. თავდამსხმელი ამოიცნო? არ ვიცი ვინ არის. პირველების ხელშია დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ თეიმურაზ ანჯაფარიძე ფლობს ბიზნესებს. შპს ორგანიკის 27%-იანი წილის მფლობელია თეიმურაზ ანჯაფარიძე და ერთ-ერთი ვერსიით სწორედ ამ ბიზნეს წილების გამო მოხდა ეს დაპირისპირებაც. ბიზნეს პარტნიორები, თეიმურაზ ანჯაფარიძის ბიზნეს პარტნიორები ამბობენ, რომ არიციან რა მოხდა გუშინ ზარბრიუკენის მოედანზე და ამბობენ, რომ მათ ამ დრომდე კომუნიკაცია არ ჰქონიათ თეიმურაზ ანჯაფარიძესთან. ის ამ დრომდე ალადაშვილის კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ვიცით, რომ ცივი იარაღით 8-ზე მეტი დაზიანება ანჯაფარიძეს გულმკერდის არეში აქვს მიყენებული, თუმცა ექიმი ამბობს, რომ მას ჩაუტარდა რამდენიმე ქირურგიული ოპერაცია და ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ ანჯაფარიძე რამდენიმე დღის განმავლობაში უნდა დარჩეს კლინიკაში. მასთან სულ რამდენიმე წუთის წინ შევიდა გამომძიებელი და ახლა ანჯაფარიძემ უნდა უთხრას დეტექტივებს რა გახდა ამ სისხლიანი ანგარიშწორების მოტივი და უნდა დაასახელოს ის პირი, რომელიც მას თავს დაესხა და სწორედ თავდასხმის შემდეგ ვიცით, რომ ადგილობრივებმა გამოიძახეს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და თავდამსხმელმა მრავლობითი დაზიანებები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელსაც მიაყენა. თეიმურაზ ანჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით მინდა რომ გკითხოთ, თქვენ მეწილე ხართ შპს ორგანიკის, ხო, ერთად ფლობთ ამ ბიზნესს. გუშინ დაჭრეს ბატონი თემური. თქვენ ფლობთ თქვენი მეწილია ბატონი თეიმურაზი, ერთად ფლობთ ბიზნესს, ხო ესეა? გუშინ საღამო საათებში შემოყვანილი 38 წლის მამაკაცი მრავლობითი ბასრი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გულმკერდის არეში, არა შემავალი პლევრის ღრუში, ჩაუტარდა ქირურგიული დახმარება. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, მკურნალობს ქირურგიულ განყოფილებაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ხელბურკილები დაადეს ნოდარ ვაშაკიძეს. ის ახლა წინასწარი მოთავსების იზოლატორში ბრალის ოფიციალურ წარდგენას ელოდება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე გამოძიება 2 მუხლით დაიწყო. ეს არის განზრახ-მკვლელობის მცდელობა და პოლიციელზე თავდასხმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ამ დრომდე კლინიკაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.